2026 წლის 1 ივლისიდან ევროკავშირი მცირე ზომის ამანათების იმპორტზე გადასახადს აწესებს. მოსალოდნელია, რომ ეს ყველაზე მეტად ისეთ ელკომერციის პლატფორმებს შეეხება, როგორებიც ტემუ და შეინია. ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდნენ 3 ევროიან გადასახადის დაწესებაზე ყველა იმ ამანათზე, რომლის ღირებულებაც 150 ევროზე ნაკლებია. გადაწყვეტილების მიზანია შეიზღუდოს ჩინური ელექტრონული კომერციის პლატფორმების მზარდი დომინაცია. სწორედ ამიტომ ევროკავშირის ტერიტორიაზე შემავალ მცირე ამანათებზე საბაჟო გადასახადების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია საზღვრებში სამართლიანი კონკურენციის უზრუნველსაყოფად, განაცხადა ევროკომისარმა ვაჭრობის საკითხებში. მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი აქტივების მმართველი კომპანია Blackstone-ის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მონაცემთა ცენტრებში ინვესტირება კვლავაც დიდი პოტენციალის მქონე შესაძლებლობას წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნური ინტელექტის გარშემო ბუშტთან დაკავშირებით რისკები არსებობს. ჯონ გრეის თქმით, ტექნოლოგიური კომპანიების AI-ის განსავითარებლად უზარმაზარი გამოთვლითი სიმძლავრეები სჭირდებათ, რის გამოც ისინი ფიზიკურ ობიექტებში, ანუ მონაცემთა ცენტრებში დიდ ფულს დებენ და ეს ტენდენცია სულ უფრო მეტად ჩქარდება. McKinsey-ის მკვლევრების შეფასებით, მონაცემთა ცენტრების მშენებლობა 2030 წლისთვის შესაძლოა გლობალურად 6 ტრილიონ 700 მილიარდი შეადგინოს, რაც სწორედ ამ ტენდენციაზე მიუთითებს. Blackstone-მა 2021 წელს დაახლოებით 10 მილიარდად შეიძინა მონაცემთა ცენტრების ოპერატორი QTS-ი. კლიმატის მსოფლიოში უდიდესმა საქველმოქმედო ფონდმა საზღვაო ეკოსისტემების დასაცავად 24,5 მილიონი დოლარი გამოყო. ეს ნაბიჯი პლანეტის პირველი ტრანსსასაზღვრო საზღვაო ბიოსფერული ნაკრძალის შექმნის გეგმის ნაწილია. ამის შესახებ Reuters-ის ფონდის ბუნების მიმართულების ხელმძღვანელმა განაცხადა. ბეზოსის დედამიწის ფონდის მიერ გაცემული 4 გრანტი მიზნად ადგილობრივი თემებისა და ორგანიზაციების დახმარებას ისახავს კოსტა-რიკაში, პანამაში, კოლუმბიასა და ეკვადორში. ეს გრანტები იმ მილიარდ დოლარიანი გეგმის ნაწილია, რომლიც მიზნად 2030 წლისთვის პლანეტის ხმელეთისა და ოკეანების 30%-ის დასაცავად შემუშავდა. 10 სხვადასხვა საქველმოქმედო ორგანიზაციასთან ერთად ინიციატივის დაიცავით ჩვენი პლანეტა ფარგლებში დონორთა ჯგუფი ამავე პერიოდში ჯამში 5 მილიარდი დოლარის მობილიზებას გეგმავს. აქედან ამაზონის დამფუძნებლის ფონდმა თითქმის 700 მილიონი დოლარი, ხოლო კოალიციამ 3 მილიარდზე მეტი დოლარი უკვე გამოყო. ფარმაცევტულმა კომპანია Eli Lilly განაცხადა, რომ ალაბამას შტატში 6 მილიარდი დოლარის ღირებულების საწარმოს ააშენებს. მიზანი ჭარბი წონის საწინააღმდეგო ექსპერიმენტული აბებისა და სხვა მედიკამენტების წარმოების გაზრდაა. ეს ფარმაცევტული კომპანიის მიერ ამერიკის შეერთებულ შტატებში დაგეგმილი ახალი ინვესტიციის სერიის რიგით მესამე ობიექტია. თებერვალში Eli Lilly განაცხადა, რომ ქვეყნის მასშტაბით 4 ახალი საწარმოს ასაშენებლად სულ მცირე 27 მილიარდი დოლარის დახარჯვას გეგმავს. კომპანიის ცნობით ალაბამას ქარხნის მშენებლობა სავარაუდოდ 2026 წელს დაიწყება და 2032 წელს დასრულდება. Lilly-ის განცხადებით, ალაბამას ობიექტი რეგიონში 450 სამუშაო ადგილს შექმნის, მათ შორის ინჟინრებისთვის, მეცნიერებისთვის, ოპერატიული პერსონალისა და ლაბორანტებისთვის. ოსკაროსანი კინორეჟისორის ფრენსის ფორდ კოპოლას უნიკალური FP ჯურნის ბრენდის შვეიცარიული მაჯის საათი ნიუ-იორკის აუქციონზე რეკორდულ ფასად 10 მილიონ დოლარად გაიყიდა. საათმა მოლოდინს საგრძნობლად გადააჭარბა, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ გასულ თვეში ის მილიონ დოლარად იყო შეფასებული. ფინანსური სირთულეების წინაშე მყოფი რეჟისორი სასწრაფოდ ეძებდა სახსრებს მას შემდეგ, რაც უახლეს ფილმში მეგალოპოლისში მილიონობით დოლარი საკუთარი ჯიბიდან ჩადო. ფილმმა კი კინოგაქირავებაში კრახი განიცადა. ეს უნიკალური საათი ლეგენდარული რეჟისორისთვის მას შემდეგ შეიქმნა, რაც ის 2012 წელს კალიფორნიაში ნაპას ველზე ღვინის ქარხანაში საათის შექმნას შეხვდა. გავრცელებული ინფორმაციით რეჟისორსა და მესაათეს შორის განხილვები და პროტოტიპის შექმნის პროცესი წლების განმავლობაში გრძელდებოდა. FFC ფრანსუა პოლ ჟურნის პირველი და ერთადერთი საათია, რომლის იდეაც არა თავად მას, არამედ სხვას ეკუთვნოდა. ჟურნმა შთაგონება ამბროუზ პირისგან მიიღო, მე-16 საუკუნის დალაქ ქირურგისგან, რომელიც თანამედროვე ქირურგიის მამად და კიდურების პროთეზირების ნოვატორად არის ცნობილი. მისი ხელის პროტეზი მეტსახელად ლეპეტიტ ლორაინი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარი იყო. ის რკინისა და ტყავისგან დამზადდა და ფრანგული კბილანებითა და ზამბარებით იყო აღჭურვილი, რაც თითებს მოძრაობისა და საგნების ჩაჭიდების საშუალებას აძლევდა, ისევე როგორც მესაათეობაში.